ვინც კარგად მიცნობს, მან იცის, რომ მთელი წელი ველოდები ამ რაღაც მნიშვნელოვან ფატალური მნიშვნელობის დღეს, 13-დან 14 იანვრის ღამეს. იმიტომ რომ როგორაც ფიქრობ, როგორაც ჩაუთქვამ, რა ხასიათსაც შეაგებებ, ზუსტად ისეთი უნდა იყოს ახალი მომდევნო 2026 წელი და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად რამდენიმე საათში დგება ის, თუ ამ ვიდეომ 13 იანვრის საღამოს მოაღწია თქვენამდე გაგიმართლათ და თუ ეს თქვენ გაგიმართლათ, სხვებსაც მიეცით შანსი ხალხო გამართლებისა, ანუ თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული და გადაუზიარეთ, მოკლედ ასე ჩავიფიქროთ რაღაცეები, აუცილებლად ასახდენად გავამზადოთ გონებაში და ერთ ნამდვილ წლის დასაწყისში მაგარ რაღაცას გასწავლით. ეს ადრეს გავაკეთე რამდენიმე წლის უკან, მაგრამ ეხლა შემოერთებულ ადამიანებმა რა დამიშავეს? არც არაფერი. მაშ ასე, ჩემო კარგებო, თქვენ წინაშია 5 ჭიქის მაგია. თქვენ წინაშია 5 ჭიქა, წეღანაც გითხარით, როგორ იქნება ეს წელი, იმასთან დაკავშირებით, რომელ ჭიქას აერჩევთ. მოკლედ ასე, თქვენ წინაშია პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, სხვადასხვა რაღაცეები ყრია. პირველი არის მონეტა, მერე არის შაქარი, მერე არის მარილი, არ გეგონოთ რომ ეს მარილი არ არის, ეს არის ჰიმალაის მარილი, ხმა რომ მხოლოდ ეს არის გასაღები და ეს არის ბეჭედი. მოკლედ ასე, თქვენ ახლა გაგაქრობთ უცებ და გადავაფარებ ამ ყველაფერს, ავრებ ჭიქებს და ნახოთ როგორ და რა ვითარებაში ვინ რას აირჩევს. იმის მიხედვით მოვა წელი თავისი სიმბოლიკით. და ჩვენ ისევ აქ ვართ ჩემო ძვირფასებო, 10 უკვე დამნორვილი ჭიქებით. იმედია ვერ გაამჟღავნებთ, არ მოგცემთ საშუალებას ჩემი კადრი, რომ გაიგოთ რომელ ჭიქაში რა დევს. მოკლედ ასე, ინტუიცია დაახმარეთ, საყვარელი ციფრი მოიხმარეთ და დავიწყოთ. ბევრი დრო არ აგვაქვს ჩემო ტკბილო ადამიანებო. მაშ ასე, ვინც ჩაიფიქრა პირველი ნომერი. ამოვიღეთ და დავინახეთ შაქარი. შაქარი დოლჩე ვიტა, შაქარი ტკბილი ცხოვრება, შაქარი კაი ამბებია. შაქარი არის მდგომარეობა, როცა 2026 წელსში ყველაფერი ისე ხარტად მალე და როგორ გითხრათ, ესე იგი კარაქში ამოვლებული აგიხდებათ შოკოლადივით, მარტივად მიაღწევთ სასურველ მიზნებს. მაშ ასე, გილოცავთ დოლჩე ვიტელებო. ეხლა გადავიდეთ მეორეზე, აბა, მეორეზე ვნახოთ მინდა და რა ვითარებაში თქვენს წინაშეა, ჩავყავი ხელი, წყალობდეთ ღმერთი, ბეჭედი, ჩემი საყვარელი ბეჭედი. ბეჭედი, რომელიც საკვირველია იმ შემთხვევაში თუ ბრძანდებით გათხოვილი და ყავთ მეორე ნახევარი, მისგან ელოდოთ ძალიან კარგ და საინტერესო საჩუქარს და თუ არა გაქვთ ეს ბედნიერება, აუცილებლად გიცოდეთ, გახსოვდეთ, რომ ის აუცილებლად მოვა. კარზე დაგიკაკუნებთ და გეტყვით, მე ვარ თქვენი საბედო. მაშ ასე, გადავიდეთ ახლა მესამეზე, ვინც მესამე აირჩიეთ და რაო რა აღმოჩნდა, ვაუ, გასაღები. გასაღებზე კი რა შეიძლება თქვათ, გარდა იმისა, რომ ელოდეთ ახალი ბიზნესის წამოწყებას, ელოდეთ ასევე სახლის გასაღებს, ელოდეთ ასევე მანქანის გასაღებს, ანუ ყველაფერი ის, რაც ახალი ოფისის გასაღებს, ესეც შეიძლება, მოკლედ ყველაფერი ის, რაც გასაღებით იღება, შეიძლება ამ წელიწადში გახდეს ბედნიერების მომტარი. 4 ნომერი, ვინც ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენს წინაშე ამ შემთხვევაში ჰიმალაის მარილი, რომელსაც გირჩევთ აუცილებლად, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად ატარებს მაინც წყალს, ჩვეულებრივ მართა შედარებით. რო გითხრათ რომ დაგასევდიანოთ, არც ეს არ მინდა, ამიტომ შეგირჩიათ სპეციალურად უსაფრთხო მარილი, რომ არ დაგასევდიანოთ, მაგრამ ეს იქნება წელიწადი, როცა მიზნების მიღწევისთვის განკუთვნილი დრო რაღაც გაიწელება დროში და ვერ იქნება ისე როგორც გინდათ. ანუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 20ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ მსწელობის მერე შეიძლება მიიღოთ. ცოტა მარილიანიც არის, მოგეხსენებათ, მარილიანი თვითონ ცრემლია მარილიანი და რაღაც ცრემლების გადაყლაპა უსამართლობის გამოც მოგიწევს და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ეს არის მონეტა და ეს არის ფინანსური აყვავებისთვის განკუთვნილი წელიწადი, ან ახალ სამსახურს შეიძენთ, ან სამსახური თუ გაქვთ მოგიმატებენ, ან ვიღაცა დაგასაჩუქრებთ, ან ეს იქნება ვანდერდის მიერ მიღებული ქონება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ მონეტა მაინც თავისას გაიტანს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, აქვე მოვასწრო, სანამდე ვიდეო დასრულდება, ეს ჩემგან მიიღეთ რასაკვირველია, ანალოგიური შეგიძლიათ თქვენ თვითონ გაიმეოროთ. ანუ თქვენ თვითონ დაადოთ რამდენიმე მეგობართან ერთად და ერთმანეთს, ესე ვთქვათ, დაუმალოთ ეს ჭიქები, შეუბრუნოთ, შემოუბრუნოთ და აი ასე უცებ მოხედილზე ინტუიციის მიხედვით გააკეთოთ.
ესეც ასე, უკვე მიხარია, უკვე ეძებ ჭიქებს, უკვე ეძებთ ამ 4 ნივთს. ნუ ყოველ შემთხვევისათვის გული მიგრძნობს, რომ 80% ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ის გააკეთებს და აუცილებლად მიხვდება ორიენტირი 2026 წელს, რომელიც ნამდვილად ეხლა შემოდის, დღეს შემოგიკვაკუნებს, აუცილებლად იმ მიმართულებით ექნება, რა მიმართულებითაც გითხარით. ნუ შეიძლება სხვა შორის ვინც სახში გააკეთებს ამ ყველაფერს, მარილი ამოუვა, რო არ დავასევდიანო, შეუძლია 4 ვერსია, აი 4ჯერ გამოცადოს. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც 4-ვეჯერ მალის ირჩევენ. ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის 3 ვერსია მაინც გექნებათ შანსი მაინც გექნებათ სახში გაკეთებულებს. მოკლედ ახლა არ ვიცი, ვიცით როგორ უნდა გამეკეთებია, მე ფაქტიურად გავაკეთე ეს რაც უნდა გამეკეთებია. მე 25 ვერსიას ვერ შეგიმუშავეთ, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, ვისაც მარილი შეხვდა, და ცოტა ესეთი შეიძლება ესე თქვას, ცოტა გაუმართავი და მოღრუბლული წელი ექნებათ, მლაშიანი წელი ექნებათ, მოუბრუნდეს, მოვიდეს ჩემთან და დახმარების ხელს გამოუწვდი, ესეც რაღაცნაირად მინდა რომ ჩავბართო ამ საქმეში. მოკლედ ასე კოსმით გეხვევით, გეფერებით, წლის გაშლები გრძელდება, ხო იცით რომ გრძელდება, მომმართეთ, რიგი მაქვს, მაგრამ აუცილებლად მოგიხერხებთ. აუცილებლად მოგიხერხებთ. ძალიან მაგარი პერიოდია ხა ხო განსაკუთრებით ნათლიღებამდე, რაღაც საოცრებები ხდება და მინდა ეს საოცრებები გაგიზიაროთ. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ეხლა კი შემოძვირფასებოთ დაპირებული მეორე 13 იანვარ ღამეს გასაკეთებელი პატარა ჯადოქრობა. რა არის ამისათვის საჭირო? ეხლავე დეტალებში აგიხსნით. ძვირფასება მოკლედ ვიღებთ წყლით სავსე ჭურჭელს და აი ესეთი 6 ფურცელი ავიღოთ, სადაც ჩვენ სანუკვარ სურვილებს ჩავწერთ. რომელი სურვილი უნდა ახდეს 2026 წელს? სად გაჩერდება ბედისწერის სისარი? სად გაქვს დიდი ენერგიები გადასხას ტყორცნი და ასე შემდეგნაირად უნდა მივხვდეთ. მოკლედ ასე ავიღებთ ჩემო ძვირფასებო და ხელს მოურევ 1 2 3 4 5 6 7 8 9 ჩამეყარა მართალია, მაგრამ არაუშავს საწყის ფორმას თქვენ არ ჩაგეყაროთ აშკარად. აჰა, საწყისი ფორმას დაუბრუნდით, საწყის ადგილებს დაუბრუნდით, ნუ მოკლედ გამაბრაზა, მაგრამ რა ვქნა, მარტო ვარ და თანაც ცოტა დახლილი და აი ამ ატრიალებულ წყალში ჩემი შეეშინდა აშკარად. ამ ატრიალებულ წყალში მამა ყველა დავსველდა ხალხო, ყველა თქვენ მე მეჩქარებოდა და მე ეხა გავბრაზდები. მეტნაირად ვეღარ გავაკეთე, რას ვაკეთებთ აი ესეთ სიტუაციაში. მოკლედ 1 2 3 4 5 6 7 8 9 წყალი როცა ამოძრავდება, აი ავიღებთ ესეთ სანთელს და ჩავდებთ. იმედი ესეც არ ჩაგვედირება და ის აუცილებლად დაიწყებს კი ბატონო ტრიალს წყლის სირგვლივ. იტრიალებს და სადღაც ოდესღაც გაჩერდება. და სადაც გაჩერდება ეს ჩვენი სანთელი, აი ეს სპეციალური სანთლები, რომელიც წყალში არ იზირება, იმედია სახში მოგეპოვებათ დეკორატიული სანთლები, ხშირად ანთებენ, ხოლმე ონტორტის არა, ესეც რაღაცა ერთგვარი განათება, იროს ესე 9ჯერ აღელვებულ წყალში, სადაც მე ძლივს მოვახერხე. დამეკავებია ჩემი სურვილები, 6 სურვილი, 6-ვე ასე დაწერილი. ოღონდ სურვილზე რა მყავს, რომ დავწეროთ, მე მყავს შეყვარებული, მე მყავს კარგი მანქანა, მე მაქვს სახლი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე ეს ასრულებულ კონტექსტში უნდა ჩავწეროთ. და ჩერდება. ნეტა საბოლოოდ სად გაჩერდება? ბევრი იერა თუ ცოტა იცურა, ის სადღაც ჩერდება. ძალიან და ის დამაინტრიგებელია. ოღონდ უნდა იცოდეთ ხალხო, რომ რომელი სურვილი სად გაქვთ, არ ვიცი, როცა დაწერთ ამას ფურცლებზე, ხო? ძალიან კარგად აურიეთ. ესე გექნათ იზოლირებულად გაკეთებული და მე სადაც გაგვიჩერდება, არ გვეცოდინება და იქნება surprise. დიახ. აი აქ გაჩერდა. აღარ წავა მეტი მე მგონი. კი ბატონო და ჩვენი დროც იწურება. და. აი შეხართ გამარჯვებული. ძალიან მიყვარხარ ჩემო ტყილო. მინდა საყვარელო ადამიანებო. აუცილებლად მინდა გითხრათ, თუ ამას გააკეთებთ, აი ჩაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ, ისე მალე აგიხდებათ. აი მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ გაგახაროთ და შთაგონება მოგცეთ. კი ბატონო, რატომაც არა. გააკეთეთ. უკვე საქმე მოგეცით. დავალება გაცემულია. გააკეთეთ დღეს და შეგიძლიათ ისევე ნათლიღების ღამესაც გააკეთოთ. ხო, რამ დროს რატო უშვებთ? იმიტომ რომ ეს რო არ განმეორდება კიდე ერთი წელიწადი და რატო ელოდებით? ისე კარგ ზემო მითითებებს გვაძლევენ.
თქვენ აზრზე არ ახართ კიდე და ვინც აზრზეა ენდეთ მას. მაგალითად მე. და კიდე იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან იყო კონსულტაციაზე.